რატო ყიდულობენ სანქცირებულ ნავთობს? აი, ხო შეიძლება რომ პირველად რუმინეთში იყიდონ, სხვა ქვეყნებში იყიდონ, ხო ესაწო, რატო ყიდულობენ რუსულს? ეს არის მათთვის ფულის საკეთებელი საშუალება. ანუ სანქცირებულია, ვერ ყიდიან და ყიდულობენ იაფად რუსებისგან. უკეთებენ ფასდაკლებას, მაგრამ საქართველოში როცა შემოაქვთ, ის ფასდაკლება იკარგება. სანქცირებულ ნავთობში მაგრამ ერთ ლარზე მეც არ გადაიხდიან, მაგრამ დავანებოთ თავს იმას რაღაცა ჯიბეში რო ჩაიდებენ კიდე. ამ ოფიციალური ფასი ლარი და 53 თეთრი. საქართველოში ბენზინი ანუ ამ შესაბამის ბენზინის გასამართ სადგურებზე ღირს, რა ვიცი, 3 ლარი და 40 თეთრი ღირს მე მგონი სუპერი, 3 ლარი და 20 თეთრი ღირს რაღაცა რეგულარული. ეს გემი ვაჩვენოთ ხო, რომ ნამდვილად რუსეთიდან წამოსული შემოვიდა ფოთში. შემოვიდა ფოთში, 15 თებერვალს გავიდა ფოთიდან, ისევ რუსეთში და სავარაუდოდ იქ ისევ იტვირთება სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტი და ისევ შემოვა ვისოლ ჯგუფის სახელზე.